მიწას რაც შეეხება, კი ბატონო. გადავსებული საავადმყოფოები, დეზინფექცია თავშეყრის ადგილებში. ჩინეთში მეტაპნევმოვირუსის აფეთქებას ებრძვიან. ინტერნეტ სივრცეში ჩინეთიდან გავრცელებულმა ფოტო-ვიდეო მასალამ ადამიანების კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიც კი გაახსენა და რა უნდა ვიცოდეთ მეტაპნევმოვირუსის შესახებ, რა არის და რამდენად საშიშია მისი გავრცელება. აი ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი უცხოეთი ჟურნალისტი ნინ ტაველიძე ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშულთან ერთად შემოგვიერთდა. დილა მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა მნიშვნელოვან თემაზე რომ მოხვედით ჩვენთან სასაუბროთ. ცოტა დავფრთხილინ დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. COVID პანდემიიდან 5 წლის შემდეგ ჩინეთში ვირუსის HMPV-ს, იგივე ადამიანის მეტაპნევმოვირუსის აფეთქებას ებრძვიან. შემთხვევის სწრაფი მატების გამო გადავსებული არის ჟანრთვის დაწესებულებები და შესაბამისად ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ძალიან ბევრი ფოტო-ვიდეო მასალა, თუ როგორ დგანან ახალ კადრებშიც უნდა ხედავდეს ჩვენი მაყურებელი, თუ როგორ დგანან პირბადით მოქალაქეები და ელოდებიან თავის რიგებს, იმიტომ რომ არის გადავსებული საავადმყოფოები. და დამეთანხმებით ალბათ რომ ამ ყველაფრის ნახვამ ადამიანთა უმრავლესობას სწორედ COVID პანდემიის წინა პერიოდი გაახსენა. შესაბამისად თემის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტა რომ ჩვენი მაყურებლის და თქვენი ყურადღება სწორედ ამ საკითხზე შემეჩერებინა. ამიტომ მოვიძიე დეტალურად ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე იძებნება საერთაშორისო მედიაში და მოდი დეტალურად მივყვეთ და გავაცნოთ ეს ყველაფერი ჩვენს მაყურებელს. თორე ნერვიულობის საფუძველი აი ამ კითხვას უნდა ველოდოთ თუ არა სავარაუდო პანდემია. საინტერესო არის პირველ რიგში ალბათის თუ რა არის ეს ეგრეთ წოდებული HMPV, იგივე ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რომლის გამოც ასეთი სიტუაცია არის შექმნილი. როგორც მოვიძიე, ეს HMPV არის სასუნთქის სისტემის ვირუსი და როგორც ფილტვის ამერიკული ასოციაცია ალა ამბობს, ის საკმაოდ გავრცელებული პათოგენი არის, რომელიც ზედა სასუნთქ სისტემას აზიანებს. ძალიან ბევრი დაიწერა ქართულ მედია საშუალებებში, რომ ჩინეთში ახალ ვირუსს ებრძვიან და მოდით ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს ვირუსი არ არის ახალი და ის ჯერ კიდევ 2001 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდებში. კი ბატონო. შესაბამისად ინფორმაციულად უკვე იციან სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა ამ ვირუსის შესახებ. საინტერესოა გადაცემის გზები. ეს ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ მაშინ როდესაც მაგალითად ინფიცირებული ადამიანი ახველებს აცემინებს, ის ავრცელებს ვირუსის წვეთებს და ასევე ინფიცირებულ ზედაპირთან შეხების შედეგად შეებყოს ჭიქა სახელური და ასე შემდეგ. საინტერესოა ის, რომ HMPV არის სეზონური ვირუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როგორც გრიპის ვირუსი ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში უფრო მეტი შემთხვევა არის ხოლმე დაფიქსირებული. საინტერესო არის სიმპტომატურად როგორ უნდა გამოვიცნოთ ეს მეტაპნევმოვირუსი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით HMPV-ს ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით არის 3-დან 6 დღე. ახლა ეს რას ნიშნავს, რომ უთხრეთ ჩვენს მაყურებელს? ეს ნიშნავს იმას, რომ ინფექციის სიმპტომები აი ამ ვირუსთან კონტაქტიდან 3-დან 6 დღეში ხდება ამ სიმპტომების, ასე ვთქვათ, გამოჩენა და გამოვლინება. მეტაპნევმოვირუსი ზედა სასუნთქ სისტემაზე მოქმედებს და გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს მას, აი როგორც არის მაგალითად ხველა, სურდო, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. ზოგადად როგორც ამბობენ სამედიცინო სფეროს ექსპერტები, სიმპტომატურად ხდება მისი მკურნალობა, როგორც მაგალითად მაღალი ტემპერატურის ოსტავლევთ წამოს, რომ დაიწიოს და დაუბრუნდეს ნორმას. და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღეში ხოლმე ჩვეულებრივად ქრება ეს სიმპტომები, თუმცა რა თქმა უნდა აქაც გვაქვს ხოლმე გართულებები და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ბავშვებში, მოხუცებში, ფილტვის დაავადებებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში საკმაოდ დიდი არის გართულების რისკი. ამიტომ თუ ქოშინი და ძლიერი ხველა განგივით არდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი იწყებს რთულ ფორმებში გადასვლას, ამიტომ ასეთ დროს რა თქმა უნდა გირჩევენ სამედიცინო სფეროს ექსპერტები, რომ აუცილებლად სამედიცინო დახმარება დაგჭირდება და უნდა ჩავრთოთ რა თქმა უნდა ექიმი, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება განვითარდეს ასევე ქვედასასუნთქის სისტემით ისეთი დაავადებები, როგორებიც არის მაგალითად ბრონქიოლიტი, ბრონქიტი ან პნევმონია. და ამიტომ ბუნებრივია ახასიათებს. ასევე ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა არის ხოლმე ის, რომ გვაქვს თუ არა მაგალითად ვაქცინა, რომ თქვათ ვებრძოლოთ მანამდე სანამ დავინფიცირდებით. ვაქცინა ამ ვირუსის საწინააღმდეგო არ არსებობს ამ ეტაპზე, თუმცა მისი მკურნალობა ხდება, უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ასევე სიმპტომების შესაბამისად, როგორც ეს ხდება ხოლმე გრიპის შემთხვევაში. კიდევ ერთი შეკითხვა არის, რა ხდება ჩინეთში და ზუსტად ის რაც აინტერესებს ალბათ ყველა ადამიანს, მოსალოდნელია თუ არა არის, ასე ვთქვათ, პანდემია. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 იანვარს გამოაქვეყნა ყოველკვირეული ანგარიში, რომელიც მოიცავდა 23-დან
29 დეკემბრამდე პერიოდში ამ სასუნთქი სისტემის ინფექციების გავრცელებას. და ამ შედეგებმა და სტატისტიკამ გვაჩვენა ის, რომ HMPV-ს გავრცელება ამბულატორიულ პაციენტებში 0.1%-ით იყო მომატებული და ძირითადად ეს ვირუსი იყო გავრცელებული 14 წლამდე ასაკის პაციენტებში. მოდით ვახოთ რა პოზიცია აქვს ჩინეთის ჯანდაცვის უწყებას. ისინი ამბობენ, რომ COVID პანდემიის მსგავსი საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს და ამ HMP ვირუსის მატებას უკავშირებენ ჩვეულებრივად, როგორც ვთქვით, არის სეზონური და შესაბამისად ზამთრის განმავლობაში იწევს მისი შემთხვევების რაოდენობა. ასევე მოვიწიე სხვა ექსპერტების აზრები და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რას ამბობენ ისინი მოსალოდნელ პანდემიასთან დაკავშირებით და გამოცემა Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო სპეციალისტები ასეთ რამეს გვეუბნებიან, რომ HMPV COVID-19 არ გავს, ის არ არის ახალი ვირუსი, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ის აღმოჩენილი არის 2001 წელს და ბუნებრივია, რომ რამდენიმე 10 წლეული არის ის ცირკულირებს და ადამიანთა უმეტესობა შესაძლოა გადატანილიც კი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი ამ კუთხით არსებობს უკვე ადამიანებში. ამიტომ გვეუბნებიან დამამშვიდებელ პროგნოზს და უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი იწერება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და უთხრათ, რომ ამ ეტაპზე არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ახალ პანდემია შეიძლება ელოდებოდეს მსოფლიო. თუმცა რა თქმა უნდა რეკომენდაციები მივცეთ ჩვენს მაყურებელს და პრევენციის მიზნით რა შეიძლება გავაკეთოთ. ექიმების თქმით, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავს მოუფრთხილდეთ და პრევენციული ზომებს მიმართოთ. ჰიგიენის ნორმები დავიცვათ, როგორც ეს ხდებოდა, როგორც COVID-ის დროს, ასევე ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, დავიბonოთ ხშირად ხელები და რა თქმა უნდა, თუ მოგვიწევს, რომ თქვათ რაღაცა ნივთებს შევეხოთ, ასევე დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, ხოლო ხალხმრავალ ადგილებში უკვე რეკომენდირებული არის სამედიცინო პირბადის გამოყენება, როგორც ასე ვთქვათ, სხვა ვირუსების შემთხვევაში. ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე იძებნება საერთაშორისო მედიაში, ის პროგნოზები, რომელსაც გასცემენ სამედიცინო სფეროს ექსპერტები და ახლა უკვე რა სიტუაცია არის ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, უკვე ბატონი თარისგან მოვისმენთ. დილამშვიდობის. ნინიკო, რა შეძლო მოიწია, გაგვაცნო, დაგვაინტრიგა, დაგვაინტერესა თუმცა უფრო შემეშინდა ვიდრე ხო მაინც უფრო ისე ბოლოს იმედი მომეცა ყოველ შემთხვევაში. არა, იმიტომ რომ ითქვა რომ ეს ვირუსი 2001 წლიდან აღმოჩენილიაო, ასეთივეა კორონავირუსიც, ხომ ასეა, დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა აი ეს კონკრეტული შტამები იყო ისეთი როგორიც იყო და 5 წელიც გასულა მას შემდეგ. ძალიან დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია. ძალიან დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია, რისთვისაც მართლა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და კარგად იყო დეტალურად მოწოდებული მიმოხილული. რა თქმა უნდა, რაც შეეხება პარალელებს COVID-სა და ამ ადამიანის მეტაპნევმოვირუსს შორის, ანუ პირდაპირ პარალელების გავლება ნამდვილად ძნელია, იმიტომ რომ ეს არის უკვე ვირუსი, როგორც ახლა შევხედეთ, აი მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, COVID-ი დაიწყო ძალიან მოულოდნელად, ეს ახალი შტამი, რომელმაც შემდგომ სწრაფი გავრცელება მოახდინა და ჩვენ თავიდანვე სპეციალისტები თავიდანვე პროგნოზირებდით რომ მოვა დრო, როდესაც COVID-ის აღარ შეგვეშინდება. COVID არის დარწმუნებული, დღესაც ჩვენთან არის. მაგრამ ეს უკვე შეგვეჩვია. პროგნოზირებდით რომ ეს სწრაფად მოხდებოდა და ყველა დაავადდებოდა ერთად. თუ გახსოვთ, დაახლოებით მოსახლეობის 80% უნდა იყოს ან აცრილი, ან გადატანილი უნდა ქონდეს, რომ ეგრეთ წოდებული ჯოგური ეს სიტყვა არ მიყვარს ხოლმე, ან იმუნიტეტი გავრცელდეს და ხო ჯგუფური, თქვათ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, ბევრი ტერმინი არსებობს ამის აღსანიშნავად. ამ შემთხვევაში უკვე ეს იმუნიტეტი იცავს უკვე მოსახლეობას. ანუ ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც უბრალოდ ვერ გაუწევს. და ყველა დანარჩენს, ანუ ჩვენი იმუნიტეტი უკვე ეგუება ამ ვირუსებს და მან იცის როგორია და როგორ ებრძოლოს. და შედარებით მძიმედ მიმდინარე შემთხვევები მაინც ნებისმიერ ამ რესპირატორული ვირუსებისთვის აღინიშნება იმ ადამიანებში, ვისაც ნაკლებად აქვს იმუნური სისტემა განვითარებული, ანუ ბავშვებში 5 წლამდე, ან იმ ადამიანებში, ვისაც უკვე დაუსვოს და გარკვეული მიზეზებით აქვს იმუნოდეფიციტი რაღაც დაავადების გამო, ან ასაკთან დაკავშირებით, როცა განმავლობაში ჩვენ ვიცით რომ სუსტდება იმუნური სისტემა. აი ამ შემთხვევაში არის უფრო მეტად გარკვეული გართულებები მოსალოდნელი, თორე ეს ადამიანის მეტაპნევმოვირუსი დღეს საქართველოში ჩვეულებრივად ცირკულირებს, უკვე წლებია, ფიქსირდება, მაგრამ ეს ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ვთქვათ, რომ აი გაციებული ვარ, ან ბავშვს აქვს სიმპტომები გაცივდა და ასე შემდეგ. ანუ და შეიძლება ძალიან მსუბუქი, ან საშუალო სიმპტომებით მიმდინარეობდეს და მნიშვნელოვანი გართულება არ
დაახლოებით ეხლა არსებული ვირუსების თუ შევხედავთ რა რაოდენობაც არის, მათგან დაახლოებით 1%-ამდე ან 1-2%-ს შეიძლება მოიცავდეს მისი საერთო რაოდენობა. თუმცა ეს იმდენად რა ჭარბობს ახლა მიმდინარე ამჟამად ძირითადად აგრიპი არის, ანუ გრიპის ვირუსები არის ყველაზე წამყვანი, თუმცა ჩვენ მოვიცით რომ ანუ განსაკუთრებით H1 ჯგუფის გრიპის ვირუსები და ჩვენ ვიცით რომ ამისთვის არსებობს ძალიან კარგი პრევენცია ამ გრიპის ვირუსისთვის, ამ ადამიანის მეტაპნევმოვირუსისგან განსხვავებით არის ვაქცინაცია, ხელმისაწვდომი და უფასო ყველა მოქალაქისთვის. უკვე უნდა ჩატარებული იყო. მაგრამ ეხლა შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია პანდე. ორ კვირაში იმუნიტეტს იძლევა ვაქცინა და დაახლოებით ანუ ჩვენ ვიცით რომ სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე მაინც ჩვენ უნდა ველოდოთ შემთხვევების გარკვეულ, თებერვალში ყველაზე მეტია ხოლმე მატებას და მერე უკვე იწყება შედარებით დათბება და ვთქვათ ეს რესპირატორული სიმპტომების გადაივლის. მაგრამ პრევენციას რაც შეეხება, ეს არის კი ხშირი განიავება, ვთქვათ გამოყენება ამ ნიღბების და ვთქვათ ჰიგიენის დაცვა, რაც კოვიდმა კარგად გვასწავლა. მე მგონი და აი ეს ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომების დროს ჩვენც უნდა დავიცვათ რომ არ გავავრცელოთ ინფექცია, ანუ იზოლირების წესები და ვთქვათ ინფექციის გავრცელების წესები და ასევე მათ ვისაც მაღალი რისკები აღენიშნება, თუ ვაქცინაა შესაძლებელი ვაქცინაცია, თუ არა და ზოგადი ეს ინფექციის კონტროლის წესები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამათი დაცვა. ასე რომ რაც შეეხება ამ პარალელის გავლებას, ახლა დაუბრუნდეთ საწყის კითხვას, კოვიდსა და ამ MVP-ს შორის, ანუ ადამიანის მეტაპნევმოვირუსს შორის პირდაპირი კავშირი არ არის და ჩვენ ნამდვილად არ უნდა ველოდოთ ვთქვათ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით და ამ ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე რომ გახდება პანდემიური, დიახ, იმიტომ რომ ეს ვირუსი უკვე არსებობს, ცირკულირებს, ჩვენი იმუნიტეტი იზრდება და 5 წლამდე ასაკში ალბათ ყველა ჩვენგანს და დღეს არსებული მოსახლეობის 5 წლამდე ასაკის მოსახლეობის გარდა პრაქტიკულად უმეტესობას გარატანილი აქვს ეს ვირუსი. აბა ჩინეთს რა დაემართა? ზოგადი მატება ამ პერიოდში ხდება, თქვათ, იგივე როგორც უკვე მონაცემები დავნახეთ, დაახლოებით 0.1%-იანი მატება, თუნდაც იყოს ეს 1%-იანი მატება, როდესაც მოსახლეობა დიდია მით უმეტეს, იქ მძიმე ფორმებიც არ გარკვეულ პროცენტს წარმოადგენს და მიმართვიანობა იზრდება. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გრიპის დროსაც გვქონდა ხოლმე, კოვიდამდე პერიოდშიც გვქონდა ხოლმე და თქვათ, ასეთი შემთხვევები ზოგადად გრიპის დროსაც შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეული მატება იყოს. ამას შეიძლება ყურადღება. მინდა ვიკითხო ბატონო თარგმნილი თუ არა ხარ წინააღმდეგი. ახლა ძალიან ბევრი უჩივის მიმდინარე პროცესში 40 ტემპერატურას 40 გრადუსს და მაღალს და საკმაოდ გახანგრძლივებულ ვადაში რამდენი 1 კვირა 10 დღე. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, იმიტომ რომ სიცხე ყოველთვის რაღაცნაირი ეს არის შიშის საგანი, მით უმეტეს გახანგრძლივება და ასეთი მაღალი ტემპერატურა და ნორმალურია თუ არა ასეთ დროს სახლის პირობებში გამკლავება. ეს არის, ანუ უმეტესად, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენთან ცირკულირებს გრიპის ვირუსი. განსაკუთრებით აგრიპი. რომელიც ბევრად უფრო H1N1. ღორის გრიპს რო ეძახიან. ხალხში ანუ ზოგადად ასეც ხო. და ანუ და კიდევ ვთქვათ შეიძლება B გრიპის გარკვეული შემთხვევებიც არის და კიდევ სხვა ვირუსები. დაახლოებით ახლა ამჟამად საქართველოში და ზოგადად სოფლიოში 100-მდე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი არის, რომელიც აქტიურად ცირკულირებს, ზოგი უფრო მეტად მრავლდება რაღაც პერიოდზე, ზოგი უფრო მეტად მრავლდება შემდგომ სხვა პერიოდში, მაგრამ ყველაზე მეტად ეს სიმპტომები, რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ახასიათებს უფრო მეტად ანუ ამ გრიპის დამახასიათებელია და გართულებებიც უფრო მეტია ხოლმე მოსალოდნელი. ანუ და რა არის ნორმა დაუშვათ სიცხის გამკლავება სახლის პირობებში და რა დღეების შემდეგ უკვე აუცილებელია დაუშვათ თავარი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაცია თუ თავარი რეკომენდაცია არის ის რომ ახლა ტემპერატურა გრიპს უნკურნალებს თუ არ უნკურნალებს თუ პირდაპირ არ დავიწყოთ ანტივირუსული საშუალებით ანუ იგივე ტამიფლუ და სხვა ესეთი სპეციალისტის დანიშნული ანტივირუსული საშუალებით სხვა შემთხვევაში 5-7 დღე საშუალოდ გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. თუ ტემპერატურა ძალიან იმატებს და არ ემორჩილება, თქვა დამწევებს, ასევე არის ძლიერი საერთო სისუსტე, მოგჩობის შეგრძნება, როდესაც ადამიანს აერი არ ყოფნის და სხვა ესეთი მძიმე სიმპტომები ინტოქსიკაციის, ანუ საწოლიდან წარმოდგომა უჭირს პაციენტს, განსაკუთრებით ბავშვებში სუნთქვის გახშირება, თქვა ძალიან მომატება და სილურჯე შეინიშნება ხველა, თქვა, როდესაც მას უჭირს ჩასუნთქვა შემდგომ და ასევე სილურჯე შეინიშნება კანზე, ეგრეთ ციანოსაც ვეძახით ექიმები. ამ დროს ეს არის უკვე ჩვენებები, რომ დროულად მიმართოთ კლინიკას. სხვა შემთხვევაში გარკვეულ ეტაპამდე შეიძლება ვცადოთ და თქვა არ დაგვჭირდეს, შეიძლება სამედიცინო მსახური, შეიძლება იმუნიტეტმა დროულად მოახერხოს ამისი
მობილიზება. თუ საჭირო გახდება, ამ დროს არ უნდა დავაყოვნოთ და დროულად, განსაკუთრებით ბავშვთა შემთხვევაში, იმიტომ რომ გრიპის ვირუსის გარდა კიდე არის რესპირატორული სენსიტიური ვირუსი, რომელიც ასევე ცირკულობს ამ პერიოდში და ყველაზე ხშირად მას ახასიათებს ხოლმე განსაკუთრებით პატარა ასაკში ბრონქიოლიტები და ესეთი გართულებები, რომელთა დროსაც შემდგომი სამედიცინო დახმარება ნამდვილად ჭირდებათ ბავშვებს და ოქსიგენოთერაპია, ანუ ჟანგბადის მიწოდება იქნება თუ სხვადასხვა მკურნალობები. და ამ დროს ნამდვილად ჯობია რომ დროულად მიმართოთ. სხვა შემთხვევაში, ანუ შედარებით სუბუქად თუ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, თქვათ უფრო მეტად შეიძლება წოლითი რეჟიმი და ზოგადად მოსვენებით მდგომარეობა და მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე კარგა ხანია ვიცით როგორ უმკურნალოთ გრიპისა და ტემპერატურის დამწევის საშუალებები, ალბათ უფრო ეს რეკომენდებული, მაგრამ თავარი პრევენციაა, რომ არ გავრცელდეს ეს დაავადებები, დროულად უნდა ვეცადოთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია სეზონურად, ასევე დავიცვათ პრევენციის ღონისძიებებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც აღენიშნება დიდი რისკები. ეს არის თქვათ ქრონიკული დაავადების მქონე, იმუნიტეტ დასუსტებული პირები, ასევე ასაკოვნები და ბავშვთა ასაკში უნდა ვეცადოთ, რომ გავაკაჟოთ ჩვენი იმუნიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ამოდროულად. უნდა გავაკაჟოთ იმუნიტეტი. დიდი მადლობა ამ თემისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა იყო, კითხვა გაჩნდა და ბუნებრივია ინტერესიდან გამომდინარე. ეს ფაქტი რომ სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით ჩინეთში ამ ვირუსიდან არ ფიქსირდება და ესეც არის იმედის მომცემი ინფორმაცია. ნამდვილად ასეა.